სალამი ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ დამთანხმდით და მიიღეთ მოწვევა ჩემს არხზე. დღეს მინდა ვისაუბრო თქვენს პოსტზე, რომელიც თქვენ დაწერეთ 19 მარტს და ეხება ის მოსაყდრის ინსტიტუტს. თუმცა ამ დღეებში ყველა პოსტი ჰქონდათ ისეთი, რომელიც წესით თითო გადაცემას იმსახურებს. ამიტომ ერთ გადაცემაში, რასაც ჩავატევთ, გარდა იმაზე, რომ ამ ინსტიტუტზე ვისაუბრებთ, ყველაფერი ჩავატიოთ. კეთილი. უმეტესი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა და მივესალმები ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს და მზად ვარ, რომ გულწრფელად გიპასუხოთ თითოეულ კითხვაზე. მადლობთ. მოსაყდრის ინსტიტუტი საერთოდ ძალიან ბევრი რაღაცა, რაც დღევანდელ ქართულ ეკლესიაშია, რუსულია რეალურად და ეს ინსტიტუტიც თუ ეს რაღაცა ჩინი თუ რაც ქვია, ესეც რუსულია და როდის შეიქმნა ამით დავიწყოთ, რა ისტორია აქვს თუ რა საფუძველი აქვს მის შექმნას და დღეს რამდენად ლეგიტიმურია ზოგადად ჩვენს რეალობაში, რო არსებობს თანამედროვე რეალობაში რამდენად ლეგიტიმურია. ძალიან საინტერესო და კარგი შეკითხვაა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კანონიკური თვალსაზრისით ეს არის გარკვეული აზრით უფრო მეტად ქართული ექსკლუზივი. 1917 წელს, პირველად როდესაც დროებით მმართველად გურია ოდიშის მღვდელმთავარი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა მოსაყდრედ, როცა კი გამოცხადდა მარტში 1917 წლის ასვეტიცხოვლში ავტოკეფალია, მაშინ ფიქსირდება და იქიდან ვიწყებთ ათვლას მოსაყდრის ინსტიტუტისა, რომელიც განაპირობა იმ ფორს-მაჟორულმა ვითარებამ, ექსტრემალურმა გარემოებამ, როცა კი პრაქტიკულად საკმაოდ მძიმე ვითარება იყო გამომდინარე იქიდან, რომ სასულიერო პირების მიმართ იყო დევნა, შევიწროება, რეპრესიები, იყო ძალიან არაორდინალური გარემოებები, რის გამოც ეკლესიამ იმისათვის, რათა თავიდან აეცილებინა გარკვეული დაბრკოლებები, ქარტეხილები და წინააღმდეგობები, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო იმ პერიოდისათვის ყოველი პოტენციურად კათოლიკოს პატრიარქისათვის, დაუშვა ასეთი სახელო, ანუ ასეთი თანამდებობა, რომელიც იყო პრაქტიკულად მოვალეობის შემსრულებელი კათოლიკოს პატრიარქობისა და ამ შემთხვევაში ეს გულისხმობდა საკათედრო ტაძარში ლიტურგიკული მსახურების აღვლენას და გარკვეული ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ერთპიროვნულ მიღებასაც. თუმცა ძმათა შორის თანხმობით და კონსენსუსითა და დიალოგით და არც ერთ შემთხვევაში იმპერატიულად, როგორადაც ეს შემდგომმა წლებმა გვიჩვენა, ჩვენ აქ უახლოეს პერიოდს გულისხმობ, როცა კი პრაქტიკულად ერთ საყდარზე მცხეთა თბილისის ეპარქიისა და ამის აუცილებლობა არ იყო, როცა 2017 წლის 23 ნოემბერს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაასახელა მოსაყდრე, რადგან როდესაც ხდება მოსაყდრის დასახელება, პატრიარქი ან უნდა გადადგეს, ან უნდა დაფიქსირდეს მისი გარდაცვალება ბუნებრივად, ან უნდა იყოს მძიმე კოგნიტურ მდგომარეობაში, მაგალითად კონდეს დემენცია, მეხსიერების დაქვეითება და ასე შემდეგ, რაც დამაბრკოლებელს ხდის მის მხრიდან მსახურების აღსრულებას და შესაბამისად ეკლესიას აიძულებს, რომ დროებით თანამოსაყდრე არსებობდეს. ასეთი აუცილებლობა არ იდგა, კათოლიკოს პატრიარქი იყო ცხადია იმ პერიოდისათვის ადეკვატური, გონებრივად მოწიფული და არავითარი პრობლემა არ ჰქონდა მას, რომ გაძღოლოდა ეკლესიას, მაგრამ ეს დანიშვნაც ძალიან უცნაურად მოხდა. მოდით დავიწყოთ იმ პერიპეტიების მიმოხილვით, თუ როგორი ქრონოლოგია ჰქონდა ამ პროცესს. ძალიან საინტერესოა ეს საკითხი და მაშინ 2017 წელს 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც დღეისათვის არის დასჯილი ჰომოსექსუალური ურთიერთობის ჰომოსექსუალური და პედოფილიაზეც აქვს, მე მგონი, ბრალდებები წაყენებული თუ დიახ და მაწვილის ახალგაზრდა ბიჭის შევიწროებაზე არასრულწლოვანზე საუბარი და მათ შორის ასევე არის კიდევ მთელი რიგი სხვა ისტორიების და ასევე სხვადასხვა ფინანსური манипуляციებიც და ამავდროულად გარკვეული პოლიტიკური სარჩულით შეიძლება ამას ჰქონდეს, რადგან მან როგორც მმართველმა ვერ ივარგა, იმიტომ რომ მის პირობებში მოხდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ჩამოყალიბება და ეს რუსეთის ეკლესიამ აღიქვა მის პირად მარცხად.
რადგან მას დიპლომატიური თვალსაზრისით არ აღმოაჩნდა ის უნარები, რომ დაერწმუნებინა სხვა ეკლესიები და მათ შორის კონსტანტინოპოლი, რომ ხელი აეღო თავის განზრახვასა და გადაწყვეტილებას. რომ განვაგრძელოთ ახლა ის საკითხი, რაზეც დავიწყეთ საუბარი, იგი ჩამოდის ვითომ და აფხაზეთში რაღაც სეპარატისტული სასულიერო მოძრაობების საკითხის გადასაჭრელად, ეს იყო ოფიციალური შირმა, რომლის გამოც მან ვიზიტი განახორციელა ითონდა. სინამდვილეში უცნაურია ის, რომ მისი ჩამოსვლიდან 3 კვირის თავზე მოწმენდილ ცალზე მეხის გავარდნა იყო კათოლიკოს პატრიარქის მხრიდან მოსაყდრე შიოს დასახელება. მაშინ ოდნავ შეგაწყვეტინებთ, მე ზოგადად ჩემს არხს დეოკუპატორი ქვია და ჩემი თავარი თემა ზუსტად აფხაზეთის დეოკუპაცია, მე აფხაზეთიდან ვარ და ბევრს დავდივარ. ვიპარები ოკუპაციაში და აი ეს ამბები საერთოდ არ ვიყავი ამით დაინტერესებული და არც ვიცოდი რომ ეს ყველაფერი მოხდა და უცებ სოხუმიდან მომწერა ერთ-ერთი მინისტრის მეუღლემ, კულტურის მინისტრის მეუღლემ, აიო თქვენთან შიო რო დანიშნესო, ამაზე რამე იციო? ძალიან გამიკვირდა მეთქი საიდან რატო მკითხა რატო რაში გაინტერესებს ან ეს შიო რას წარმოადგენს და ეთყობა რაღაცები იცოდნენ იქ რომ ჩვენთან ასეთი რაღაცა ხდება. ბუნებრივია, იმიტომ რომ მანამდე პრაქტიკულად ფაქტია ის, რომ მეუფეშიოს ჰქონდა საკმაოდ მჭიდრო ახლო მეგობრული ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურ წრეებთან, ისე რუსეთის საეკლესიო გავლენიან ელიტასთან. ის ხშირად ახორციელებდა ვიზიტებს მოსკოვში, მას სულიერი მოძღვარიც რუსი ეროვნების ყავს, მან ტიხონის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და იქ მიიღო განათლება მენტალურად, სოფხედველობრივად, კურსით, პლატფორმით, ვექტორით. ყოველ შემთხვევაში ის დოზა, რაც მან შემოგვაძლია ჩვენ მსმენელებს თავისი რიტორიკით, ჩვენ გვაძლევს იმის შთაბეჭდილებას და წარმოდგენას, რომ ის არის გამოკვეთილად პრორუსული. მე არ ვიცი, ის არის პირდაპირი რეზიდენტი და ემისარი თუ უბრალოდ გავლენის აგენტია, ბრმა იარაღია და იდეოლოგიურად სასარგებლო იდიოტია, მაგრამ უბრალოდ პირველი ვარიანტი ჩემი გადასახადით. დიახ, მე უბრალოდ თავს შევიკავებ ახლა ინსინუაციებისგან და სპეკულაციებისგან, რადგან ვინმე შეიძლება მომთხოვოს ამის დამადასტურებელი ფაქტი, მაგრამ მოსაზრების დონეზე რა თქმა უნდა ლოგიკა აქვს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად პირველი ვერსიის მხარეს დავდგეთ და ვივარაუდოთ, რომ ხო, შესაძლოა მართლაც რაღაცა კონკრეტული პროექტია იგი და რაღაც გარკვეული ძალები მართავენ მას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, მის ანტურაჟს, მის გარემოცვას, მოდით ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? მაგალითად ლევან ვასაძე, რომელთანაც ის დაახლოებული პირია, მისი ოჯახის მოძღვარია, ლევან ვასაძე ვიცით, რომ დუგინთან არის აფილირებული, დუგინი ვიცით, რომ იდეოლოგია კრემლის პოლიტიკის დომინანტობის ხელშეწყობ ინსტრუმენტთა მოძიების გზაზე და ის მთავარი კომუნიკატორია ასეთ სივრცეში, ამიტომ ძალიან ლოგიკურია ის, რომ მეუფეშიოს მიმართ არსებობს რაღაც გარკვეული სტიგმები დავარქვათ ამას თუ იარლიყები ბრწყალებში, მაგრამ ეს არ არის საფუძველ მოკლებული შეფასებები და ვარაუდები. ეს თითოეული ვერსია გარკვეულ რაციონალურ მარცვლებს შეიცავს და ამის ბრალეულობა თავად მეუფეშიოზე მოდის. ის არის ასეთი ნატურის და მას აქვს ასეთი ბექგრაუნდი, ამიტომ ამაზე პასუხისმგებელი თავად არის. მან უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე, თუ რას ფიქრობს ის გეოპოლიტიკაზე, რას ფიქრობს მაგალითად ეკონომიკაზე, რას ფიქრობს სოციოლოგიაზე, როგორ ესმის მას თეოლოგიური მიმართულებები, ვთქვათ, რომელ ორბიტაზე წარმოუდგენია საქართველოს ეკლესია, ჩვენ მას არ ვიცნობთ. აქედან გამომდინარე ეს პიროვნება იწვევს გარკვეულ შიშებს, გარკვეულ სკეპტიციზმს და გარკვეულ უხერხულობას ექსპერტთათვის, რადგან ჩვენ დაბეჯითებით რაიმეს თქმა, გარდა იმისა, რაც ახლა უკვე ჩამოვთვალე. არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს იყო იზოლაციონისტური, უფრო ობსკურანტული, ჩაკეტილი პიროვნება, არაპრეზენტაბელური, არაკონტაქტური, რომელსაც საკუთარ ეპარქიაშიც კი თვეში 2-3 დღე უხდებოდა სულ ჩასულა და ძირითადად დედაქალაქში, საპატრიარქოს აპარტამენტებში იმყოფებოდა და თავის კონსპირაციულ ბინაში ბარნოვის ქუჩაზე, თბილისში. ამიტომ რაიმეს თქმა გადაჭრით, რომ მისი, თქვათ, შეხედულებები შევაფასოთ, თქვათ, თეოლოგიური ანალიზით, ცოტაოდენ რთულია, რადგან ინფორმაცია მწირ საკმაოდ მასთან დაკავშირებით. მაგრამ რაც გვაქვს, მაინც და მაინც სახარბელო მისთვის არ არის. ძალიან ცუდია, რაც გვაქვს ის, ძალიან ცუდია.
ამიტომ მე პირადად მას თქვათ უყურებ უფრო ეჭვით, უნებრივია და საკმაოდ ისე წინდახედული და ფრთხილი პრიზმით, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესია იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი, ანუ რეალურად ავტოკეფალური და ის არ იყოს საეგზარქოსო, არ იყოს კრემლის პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტი, არ მოგვივლინოს პროპაგანდისტულ მანქანად რეგიონში და მას კონდეს თავისი ღირსება. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ვიწროდნენ ჩემი შტაბ-ეშტილება და ჩემი ვარაუდები და ჩემი გარკვეული თქვენ ახლა შიშები. ძალიან რბილად იმაშობით, მე ანუ ვცდილობ, აფასებთ, ასე ვთქვათ, ხო, მე ვცდილობ, მაქსიმალურად რომ პოლიტკორექტურად, ხო, და თორე ბევრად უფრო ხისტად შეიძლება ამ ადამიანზე რა თქმა დამპიროვნებას უნდა, ისაუბროთ. უბრალოდ მე არ მინდა რომ ჩემმა შეფასებებმა თქვათ რაღაც გარკვეული კატეგორიული სახე ასაკონსტრუქციო მიიღოს, ხო. ხო, გავლენა მოახდინოს რაიმე შეფასებაზე, იმიტომ რომ ის რაც ბოლომდე შესაძლოა სრული დარწმუნებით არ ვიცოდე, წმინდად ზნეობრივი თვალსაზრისით, ჩემთვის უხერხულია რომ დაბეჯითებითი მტკიცებით ვისაუბრო, მაგრამ მე შემიძლია ჩემი მოსაზრება გამოთქვა სუბიექტური, რომელიც იმთავითვე შეიძლება ვიღაცა მიიჩნიოს, თქვათ, ტენდენციურად ეს მსმენელის უფლებაა ბუნებრივია, მაგრამ მე გარკვეული ანალიზით ვასკვნი, რომ ეს პიროვნება გამოიწვევს საქართველოს ეკლესიაში ძალიან დიდ ქაოსს, ველვარებას, რადგან მე ვიცი, რომ სინოდში საკმაოდ წინააღმდეგობრივი განწყობებია მის მიმართ, მისი პიროვნული ნატურა არის ხისტი, ემოციური და იმპულსური სხვათა შორის, ამიტომ ის შარმი და ის აურა, რომელსაც ახლა შეიძლება ის ატარებდეს როგორც ელეგანტური ვიზუალურად და თქვათ ახოვანი პიროვნება, ამის მიღმა შეიძლება ძალიან პირქუში ხასიათი იმალებოდეს და ჩვენ ამით არ უნდა მოვიხიბლოთ. ხო, მნიშვნელოვანია კათოლიკოს პატრიარქი იყოს დინჯი, იყოს თავშეკავებული, იყოს დაბალანსებული და რაც მთავარია, იყოს დამოუკიდებელი და მასზე არ ქონდეთ კომპრომატი, არ იყოს ის თქვათ რაღაცნაირად შანტაჟირების და ზეწოლის ქვეშ, საკუთარი ნამოქმედარიზე გამოისობით, ამიტომ ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. და მე უფეშიო ჩვენ არ ვიცით მაინც და მაინც რაღაც ისეთი განსაკუთრებული დარღვევა მასზე, იმიტომ რომ საერთოდ არც არაფერი ვიცით მის ბიოგრაფიიდან. ეს არის ყველაზე უცნაური. ამიტომ ის არ იყო კიდევ ვიმეორებ საზოგადოებრივი ფიგურა, ის არ იყო სახალხო პიროვნება, მას არ ჰქონდა ურთიერთობები ადამიანებთან. თითქოს და მან იცოდა, რისთვისაც ამზადებდნენ და რაღაცნაირად იყო დაკონსერვებული. ამისი საფუძველიც გვაქვს, რომ ჩვენ ასეთი ინტერპრეტაცია გავაკეთებთ. მთავრობა მას დღემდე ასე ვთქვათ, პიარს არ უწევდა, არაპოპულარებდა და მასზე პიარის მანქანა არასდროს არ მუშაობდა მის სასიკეთოდ და ახლა დაიწყო ეს. ძალიან აამუშავეს პიარის მანქანა და აი რო შეხვიდე Facebook-ზე და სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ოდნავ მაინც თუ არის არსება, რომელსაც ერთი სიტყვა მაინც დასდენია კეთილი ქართულ ოცნებაზე, ყველა დღეს შიოს ადიდებს და აკებს. ანუ ძალიან დაიქოქა მანქანა. რადგან აფხაზეთი ვახსენეთ, ახლა მინდა ასეთი შედარება გავაკეთო. აფხაზეთშიც ვითომ არსებობს ხოლმე მთავრობა და ოპოზიცია, ვითომ ეს ყველაფერი ბჭყალებში და ისეთი სრულიად რუსულ რეჟიმის ქვეშ ეს შეუძლებელია რეალური ოპოზიცია. იქ შეიძლება იყო კონკრეტული ადამიანის ოპოზიცია, მაგრამ ვერასდროს ვერ იქნები ისეთი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი უნდა მოვიშოროთ. აი ჩვენს ეკლესიაში ძალები, რომელიც ერთმანეთს შეიძლება დაუპირისპირდნენ. უბრალოდ ერთმანეთს უპირისპირდებიან თუ არსებობს იმის გამბედაობა, რომ ითქვას, რომ რუსეთს უნდა ჩამოვცილდეთ. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვაა და გონივრული. პრინციპში უნდა ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს პერსონალურ ანტაგონიზმს და კონფრონტაციას, მართლაც ასეა, ნამდვილად ეს საგულისხმო გარემოებაა, ეს ტრაგედიაა, ცხადია. მაგრამ უფრო სერიოზული და უფრო მისაღები და საინტერესო იქნებოდა, რომ ყოფილიყო რეალურად, თქვათ, იდეათა აზრთა ჭიდილის ნიადაგზე და ღირებულებათა სხვაობის, ხო? მაგალითად პოლიტიკაზე, თუნდაც გეოპოლიტიკაზე, თუნდაც და სახელმწიფო მოწყობაზე და ასე შემდეგ. ასეთებიც არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რთულია ენდო კონკრეტულად რომელიმე მღვდელმთავარს, რომელიც არის იმ
კათოლიკოს პატრიარქის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც თავად იყო აბსოლუტური ერთმართველი, კი. თავად ვავირებდა და იყო ბუნდოვანი და არ იყო მკაფიო, მკვეთრი, განსაზღვრული, ბევრ ჩამოყალიბებული. მომენტში ანტიეროვნულიც კი. დიახ, ამიტომ აქედან გამომდინარე, მე ვერ დავდებ თავს, ვერავიზე, რომ გარანტირებულად გითხრათ, ის ვინც თუნდაც რიტორიკულად თქვა ცდილობს თავი განცხადებებით თუ ეგრეთ წოდებული ეპისტოლეებით თავი წარმოაჩინოს პროდასავლურად, რომ ის ნამდვილად არის თქვა პროდასავლური შეხედულებების და თავად რამდენად საკუთარ სამღვდელოებაში პოზიციონირებს პროდასავლურად მეთოდიკაში მართვისა, თქვა მენეჯმენტში, ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებში და ორგანიზაციულ ნაწილში, ხო, საკუთარი ეპარქიის მოწყობის თვალსაზრისით. ამიტომ ამის სერიოზული დეფიციტია, იმიტომ რომ ეს არის ის კასტა, ის კონტინგენტი, რომელსაც რეალურად ერთი რომ თეოლოგიური განათლების სერიოზული პრობლემა აქვს, რომელიც იმ საბჭოთა არც არსებობს განათლება, თქვენ ამაზეც გაქვთ პოსტი, რომ ზოგადად არ მოეთხოვებათ. ხო, აი ეს არის დიდი პრობლემა და ამიტომ ძალიან ძნელია ზოგადი საღვთისმეტყველო თეოლოგიური პარამეტრებით და სტანდარტებით და კრიტერიუმებით საუბარი საქართველოს ეკლესიის აი ამ მართლაც უარყოფითი კუთხით უნიკალურ და ორიგინალურ წმინდა სინოდზე, რომელსაც რეალურად კანონიკური სამართლის პრინციპები არაფრად უდევს. და შეიძლება ითქვას, რომ ის მართვა-გამგეობის დებულებას მთელ რიგ კაზუსებს და ლაფსუსებს შეიცავს კანონიკური თვალსაზრისით და გათვალისწინებული იყო და მორგებული მხოლოდ ერთი პიროვნების პირად განწყობებსა და ახირებებზე და ვიცით ვინც იყო ის ერთი პიროვნება, ვიცით ვისი პროდუქტიც არის ეს საკადრო სივრცე. ამიტომ მე პირადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ზედაპირზე რაც არის უშუალოდ შიო მუჯირის პერსონა ძალიან დიდ ხიფათს უქმნის სტაბილურობას და ეკლესიის პრესტიჟის და ავტორიტეტის შენარჩუნებას. შესაძლოა ის, რომ ესეთი ეკლესია, რომელიც გარკვეული აზრით საკუთარ წიაღში სასათბურო პირობებს უქმნის, მაგალითად სექსუალურ მოძალადეებს, კრემლის აგენტებს, გაუნათლებელ უბირ საზოგადოებას იმსახურებდეს კიდეს დემონტაჟს, ეს არ ვიცი საღვთო-განგებულების საკითხი. აი ზუსტად იმის კითხვა მინდოდა, რომ გჭირდება თუ არა ამ სისტემის სტაბილურობა საერთოდ. აი ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ უნდა შენარჩუნდეს თუ არა მან წონასწორობა და რამდენად ღირს საერთოდ აი ამ წრეში ვისაუბროთ ვინ ვიზე უკეთესია, რადგან ცუცა და უარეს არის მხოლოდ არჩევა. აი ეს არის ტრაგედია, ეს არის დრამა საქართველოს ეკლესიისა და რეალურად, როდესაც ჩვენ ვაფასებთ ამა თუ იმ მამამთავრის შემოქმედებით ცხოვრებას, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მისი ღირსება, განიზომება იმით, თუ რამდენად განსწავლა მან ღვთისმეტყველებაში საკუთარი სამწყსო, რამდენად მიიყვანა ეს ადამიანები ცოცხალ ღმერთამდე და არა პიროვნების საკუთარი თავის კულტამდე. რამდენად მოახდინა მათი გათავისუფლება შინაგანად, რამდენად აღზარდა ისინი პასუხისმგებლიან მორწმუნე მოქალაქეებად და არა ბრბოდ, რომელიც ინერციით, ფანატიკურად, ფუნდამენტალისტურად და ექსტრემისტულად მზად არის ნებისმიერი განსხვავებული აზრი ტაბურეტკებით ირბინოს ინკვიზიციური მეთოდებით, დიახ. ამიტომ მე პირადად, როდესაც ვაკრიტიკებ არსებულ მოცემულობას, აქ რაიმე პირადი ზრახვები კი არ მონაწილეობს და ემოციონალური მხარე. რა თქმა უნდა, ამისგანაც შეიძლება არ იყო თავისუფალი წმინდა ადამიანური კუთხით, მაგრამ როდესაც ვაპელირებ სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე, მე ვამბობ, რომ რა არის საეკლესიო ტრადიცია, რა არის კანონიკური სამართალი, რა არის წმინდა წერილი, რა არის წმინდა მამათა პატრისტიკული მემკვიდრეობა და დაიცავთ ეს და აღასრულეთ ჯული. ეს არის ჩემი მოწოდება. თორემ პერსონალურად გიორგი ტიგინაშვილს მოусმინეთ და მის აზრებს ეცით პატივი კი არა. ჩემი კრიტიკა არასდროს არის დესაკრალიზებული. ანუ მე არ ვგმობ ღმერთს, მე არ უარყოფ მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებით უცდომელობას. მე მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას თავდაყირა არ ვაყენებ. მათთვის იმიტომ არის პრობლემა ჩემი საუბარი. რადგან ისინი ებრძვიან არა პრობლემებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრე ადამიანებს, მათ შორის მეც ბუნებრივია. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ პრობლემა არის ის, რომ მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე, რადგან ალტერნატივა არ არსებობს. გესმით, აი
იმის თქმა, რომ აი ვინმე საპირწონედ ვინმე შეიძლება გამოდგეს და ივარგოს და ამით სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას, ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოებრიობას, ასეთი გამოკვეთილად მისაღები ფიგურა სამწუხაროდ არ მოგვეპოვება. თუმცა მე არ ვიცი, ვინ ტახტზე აღზევების შემდეგ რა უნარებს, ნიჭებს და მიმართულებებს გამოავლენს. დიახ. და რა იყო მის გულში ჩამალული? დიახ. ამიტომ აი მაგალითად შეიძლება არ თქვას, რომ მე დასავლეთე ვარო. მაგრამ თქვას, რომ აი წმინდა ქართველი და პროქართველი ვარ და ის კი არ მინდა რომ დასავლური ის გქონდეს ჩვენ მიმართულება, არამედ მინდა რომ ერეკლემდე სტატუსი დაიბრუნოს ჩვენ ეკლესიამ, ანუ ის რაც მოხდა ერეკლე მეორის დროს, რომ მან ძალიან დაუგდო და გაუუქმა საერთოდ ქართულ ეკლესიას სტატუსი და დააქვემდებარა ის რუსეთს. აი ამაზე მაინც ხომ არ ყოფილა არაზრუ. მე მაგალითად არასდროს არ გამიგია რომ ვინმეს რომელიმეს ასეთი რაღაცა ერქვა, რომ უნდა დავიბრუნოთ ის სტატუსი, რომელიც გქონდა ერეკლე მეორემდე. ძალიან კარგი საკითხი წამოჭერით. დიახ, ნახეთ როგორ არის. აი მე ვფიქრობ, პირადად მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა ნებისმიერ მაღალ იერარქს, ხო? ეს რაღაც ცნობილი ტერმინია მაღალ იერარქი, თორე იერარქიისა და მაღალს ნიშნავს, ხო წოდებით. მაგრამ ნებისმიერ ეპისკოპოსს, მათ შორის პატრიარქს მაინც და მაინც ჩვენ არ ვთხოვთ იმას, რომ ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსზე ისაუბროს, ან ეუთოზე, ან თქვა ან ძალიან გარკვეული იყოს გეოპოლიტიკაში და რაღაცაში. დიახ, ეს არ არის მაინც და მაინც თქვა არსებითი და უმნიშვნელოვანესი, ანუ პირველი პრიორიტეტი ეს არ არის, ხო? ცხადია, მას აქვს ამის უფლება, მქონდეს თავისი კერძო აზრი, თავისი სუბიექტური აღქმა და გემოვნება თუ განწყობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის მისდევდეს პირველ რიგში იმ სწავლა მოძღვრებას, რაზედაც დგას ეკლესია როგორც ასეთი, მართლმადიდებელი. მე ჩამოვთვალე ეკლესიური უცდომელობის რამდენიმე კრიტერიუმი, ხო? ჩამოვთვალე, რომ წმინდა წერილი, ანუ ბიბლია, იყოს პრიორიტეტული, იყოს ჟულის კანონი, ანუ მამათა განწესება და კრებათა დადგენილებები, ანუ კანონიკური სამართალი. იყოს საეკლესიო ტრადიცია გათვალისწინებული და იყოს წმინდა მამათა პატრისტიკული მემკვიდრეობა, ან მათი თხზულებების მიხედვით ჩვენ ყველა გამოწვევას, იქნება ეს ზნეობრივი თუ ადმინისტრაციული, ეკლესიას ამის მექანიზმები თავის წიაღში აქვს, პრევენციული ხასიათით იქნება ეს თუ წინასწარი მომზადებით დავხვდეთ და მოვიქცეთ ისე რა მოწოდებაც აქვს ეკლესიას თავის ონტოლოგიურ ბუნებაში. ანუ ნახეთ, ყველა პრობლემის დაძლევის გზაზე ეკლესია არის ისეთივე უძლური, როგორც ღმერთი და როგორც სინდის. იმიტომ რომ ეკლესიის ერთადერთი იარაღი არის ვერბალური იარაღი. მას ევალება მხოლოდ შეგონება და ქადაგება. და ნებისმიერ შემთხვევაში ის არ არის კომპეტენტური, რომ გამოთქვას, თქვათ, გასათვალისწინებელი აზრი სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე, რადგან ეს მისი მოწოდება არ არის, ხო? მოწყობილებები და ფორმაციები იცვლება, ხან კომუნიზმია, ხან ესე იგი დემოკრატია, ზოგჯერ სოციალიზმია, ზოგჯერ კაპიტალიზმია, ზოგჯერ მონარქია. მაგრამ ეკლესია მარადიულად არსებობს, ხო? ანუ ეკლესიის ამოცანა ის კი არ არის, რომ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე მსჯელობდეს. ეკლესიის ამოცანა არის ის, რომ საკუთარი სახე დაიბრუნოს და იესო ქრისტე იყოს რეალური მმართველი ეკლესიის, ანუ ცოცხალი ღმერთი, მარადიული მღვდელმთავარი არის იესო ქრისტე და მას უნდა განასახიერებდეს პატრიარქიც და მას უნდა ბაძავდეს წმინდა სინოდიც. ამიტომ ეს, რაზედაც ახლა მე ვსაუბრობ, აღიქმება რაღაცა მისტიკურ რომანტიზმად და დღევანდელობაში არაპრაგმატულ გაგებად. სინამდვილეში ასეთია ეკლესია. ასეთია მისი სწავლება და თავად მღვდელმთავრებსაც რომ ამაზე ეღიმებათ, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობთ, ეს მათი პრობლემაა, გესმით? ამიტომ ჩვენ არ ვთხოვთ პატრიარქებს იმას, რომ მაინც და მაინც აგიტაცია, პროპაგანდა გაწეონ დასავლური ღირებულებები. ჩვენ ვთხოვთ იმას, რომ არ ჩაერიონ ნეგატიურად საზოგადოებათა ანტისახელმწიფოებრიობაში სიგულისხმება განვითარებას ნუ შეაფერხებენ, რაც არ არის მათი მოწოდება და დამოუკიდებლობას პირველ რიგში. ამიტომ ეს არის, ჩვენ ეხლა ხედავდით, რომ თქვათ რუსული ელიტა, მაგალითად ბიზნეს სექტორი, მაგალითად სამთავრობო და პოლიტიკური, აქებდა და ადიდოდა ყოველთვის კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მოროზს და მადლიერებით იხსენებდა მას. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები იყო ოკუპირებული და არის კიდეც დღევანდელობაში, ეს როდესაც პუტინს უყვარხარ, ეს უკვე ძალიან დიდი დაღია შენზე.
ამიტომ ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ ეს მაინც დადებითად არ მეტყველებს და ეს უკვე ნეიტრალური პოზიცია კი არ არის და აპოლიტიკური. ეს გამოკვეთილად აი თვითონ მხარეს. როგორც არიან დაქვემდებარებული მოსკოვს თავისი კი, ინსტიტუციით, ისევე აქვემდებარებენ მთლიანად ქვეყანას და ისევე უნდათ რომ სახელმწიფო იყოს დაქვემდებარებული კრემლს. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ეს მძიმე გამოცდილება გვაქვს ჩვენ. უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც 1927 წელს ქრისტეფორე მესამე გახდა კათოლიკოს პატრიარქი, მან 1932 წლამდე პატრიარქა. აი ზუსტად იმ პერიოდიდან მოყოლებული გაწითლება მოხდა ეკლესიის, ანუ საბჭოთა კგბ-მ რეალურად დაავერბოვკა, ანუ დაიქირავა და გადაიბირა სამღვდელო პირები, მათ შორის იერარქები და პატრიარქები და ის ტრენდი, ანუ ინერციით, ის მემკვიდრეობა, როგორც რუდიმენტი, დღესაც ჩვენი სახადია. და მას შემდეგ არც ერთი პატრიარქი არ ყოფილა თავისუფალი, მას შემდეგ იყო კალისტრატე, ვთქვათ, მერე იყო ესე იგი მელქისედეკი, მერე დავითი, მერე ილია, ესენი ყველა შეიძლება ითქვას, რომ თავიანთი საქმიანობით ყოველთვის მინიმუმ ითვალისწინებდნენ რუსეთს და მასთან ანგარიშვალდებულად თვლდნენ თავს და მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და ჩვეულებრივ შემთხვევაში კი შეგნებული სერვილისტური მონური დამოკიდებულების ქვეშ იყვნენ რუსეთთან მიმართებით. და ის რომ დევანდელობაში, იცით, აი თავისუფალი საქართველოს პირობებში, როცა დემოკრატია დამკვიდრდა და საბჭოთა კავშირის დემონტაჟი მოხდა, როგორც იმპერიისა და გაიცა სანქციები ტაძრების აგებაზე თავისუფლად, ხო? ამის კონვერტირება იმგვარად, რომ ეს თქვათ ილია შიოლაშვილის დამსახურება ძალიან გადაჭარბებულია. იმიტომ რომ ძველად რადგან ესე იგი ვერ ხდებოდა ტაძრების აგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზაობა არ ქონდათ პატრიარქებს, უბრალოდ კანონის მიხედვით იყო შეზღუდული საეკლესიო ნაგებობების გახსნა და მათი აშენება, ხო? ის კი არა გადაკეთებული იყო პროფილურად, ზოგან აბანო იყო, ზოგან საიუველირო სამყარო, ზოგან ციხე, ზოგან თეატრი, ძველი ტაძრები გადაკეთებული იყო თავისი პროფილური დანიშნულებით, ხო? ვინ აგაშენებინებდა ახალს. ამიტომ იმის თქმა, რომ რადგან შემდეგ აშენდა უკვე თავისუფალი საქართველოს პირობებში ეს მივაწეროთ რომელიმე კონკრეტული პატრიარქის ეს და მაინც პირად დამსახურებას, ესეც არასწორია, რადგან გულუბრყვილობაა, იმიტომ ჩვენ ვიცით საქართველოში ტაძრები აშენდა საერთო სახალხო ემოციური აღდგინებით, ამაში ჩართული იყო როგორც კანონიერი ქურდები, ისე ბიზნესმენები, ისე უბრალო მოსახლეობა, მოხალისეები, მათ შორის და სხვადასხვა ფონდები და ელემენტარულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ უბანში გაერთიანდებოდა საინიციატივო ჯგუფის სახით, ვთქვათ 20-30 ახალგაზრდა და ვიღაცას მოქონდა აგური, ვიღაცას ცემენტი, ვიღაცას ხრეში და ზუსტად აი ასე ძირითადად ასეთი საშუალებებით ხდებოდა ტაძრების აგება ქართულ სინამდვილეში, ხომ? ბოლო 10 წლეულებს გულისხმობ. ამიტომ ესეც გაზვიადებული და გადაჭარბებულია და როდესაც ამაზე ჩვენ საუბრობთ გულახდილად, რატომღაც ეს იწვევს საზოგადოებაში თუ განწყობებს, იცით, აგრესიას, რაღაცა ღმიან რეპლიკებს. სინამდვილეში ჩვენ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ, ხო? ეს ფანატიკურად დაგეშილი საზოგადოების ნიშნებია. რომელსაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვთქვათ, ილია მეორის ბიოგრაფიაზე, ვიდრე იესო ქრისტეს ამ ქვეყნურ ცხოვრებაზე, ხო? რომელიც საერთოდ არ იცნობს, ვთქვათ, თავკუთარ სარწმუნოებას, მაგრამ იცნობს პატრიარქს და ამით თავმომწონებს და ყეყეჩობს. ამიტომ ეს ტრაგედიაა. და ის რომ ვინმეს დაკრძალვაზე ბევრი ადამიანი მიდის, რაოდენობაში არასდროს არ განისაზღვრება ჭეშმარიტება, ეს ერთი ასეთი და უფრო მეტი ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ვინ დაკრძალეს ასეთი მასიური ისტერიით. დიახ, ანუ ძირითადად დიქტატორები, ძირითადად დაკრძალეს ესეთი ხო. კი, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი პიროვნების კულტი შექმნილი. კი, ამიტომ ეხლა ვთქვათ, ექვთიმე თაყაიშვილი, როდესაც 1953 წლის 21 ფებრუარს გარდაიცვალა და სულ 8 კაცი ესწრებოდა, ხო, მის დაკრძალვას. 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა სტალინი და სტალინის დაკრძალვას 2 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ის 8 ადამიანი ისტორიამ უფრო ღირსეულ ადგილას დააყენა, ვიდრე ის 2 მილიონი. ეს 8 ადამიანი შეადგენს ზუსტად ერს და ეს არის ერის ხერხემალი. ერის სინდისის ხმას, ჭეშმარიტების დამოწმებელ ობიექტებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ
და იგივე მაცხოვარი, ხო, ღმერთ კაცი, რომელიც ჯვრიდან გარდა მოხსნეს და საფლავად დადეს, ანუ დაკრძალვა ეს იყო მაშინ. სამი კაცი იყო. ხო, ის ადგილზე და შემდეგ მენელსაცხებლე დედები შეურდნენ, სულ 6 ადამიანი მონაწილეობდა ამაში, ხო? როდესაც მაცხოვარმა რომელიც ამ ქვეყნად სიკეთის, სიყვარულის, სასწაულების და დიდებულების მეტი არაფერი მოიტანა. როდესაც ელეონის თვიდან ის გააცილეს, როცა კი ზეცა დამაღლდა აღდგომიდან, ესე იგი 40 დღის შემდეგ 70 ადამიანი ესწრებოდა, ხო? 70 ადამიანი, ხო? ეს ზოგადად არის იმის საზომი და იმის მტკიცებულება, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის არ განიზომება რაოდენობაში, ჭეშმარიტება ყოველთვის არის უმცირესობაში, ყოველთვის არის დევნილი და დაჩაგრული. და აფრთხილებს, აი ლუკა მახარებლის მე-6 თავში არის, რომ თუ კი შენ გერგო კაცთაგან ქება გეშინოდეს, რადგან ასე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს. აი მე პერიფრაზირება მოვახდინე ამ მუხლისა, რადგან ძირითადად, როდესაც შენ ყველას მოწონხარ და ყველას კაცი ხარ, ეს ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ღვთის წინაშე პირნათელი არ ხარ და საზოგადოების წინაშე რბილად რომ ვთქვა. ამიტომ ეს ემოციონალური ხიბლი და ეიფორიული ისტერია საბოლოო ჯამში არ ემსახურება ქრისტეს დიდებას. უხერხულიც კი არ, როდესაც შენ ღმერთზე გაცილებით დიდი პატივი გაქვს საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მაგრამ ამით ისარგებლა ბანკროტმა, დელეგიტიმირებულმა ხელისუფლებამ, რომელმაც ხალხის ეს მოზღვავებული ტალღა იმგვარი კონვერტაციით წარმოადგინა, თითქოს დესხობისი ამორჩეველი და ელექტორატი და ეკლესიამ კი, რომელიც მორალურად გაკოტრებულია და დაზიანებული, ეს ტალღა ხალხისა წარმოაჩინა როგორც მისი რეგულარულად ტაძარში მოსიარულე მრევლის. სინამდვილეში არც ერთია მართალი და არც მეორე, ჩვენ ვთქვით, რომ ტაძრები აბსოლუტურად დაწერილია სამწუხაროდ. და რეალურად იქ მის სულთაგან 5% არ იქნება რეგულარულად და სისტემატიურად წირვალოცვაზე მოსიარულე. ამიტომ აქაც თან ორგანიზებასთან ქონდა საქმე, ხომ ჩვენ ნახეთ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობები, მერია, სამთავრობო ტრანსპორტები დანიშნეს, ორგანიზებულად წამოიყვანეს. ეს ორგანიზებული, უკლები ყველა სამინისტრო, რეგიონები, ქალაქები, სოფლები, გესმით, მათ შორის სკოლები, საბავშვო ბაღები, ის სახელმწიფო საჯარო სივრცის რესურსები, ეს ყველაფერი მობილიზებული და ორგანიზებული იყო. იმიტომაც იყო ესე ანაზდად და მწკრივში ყველანის გამართულად და დააკვირდით ეს რითი არის თვალსაჩინო. ჰაიგულებით და ვენოკებით სადაც წარწერა იყო, ხო, მაგალითად 24 სკოლის მოსწავლეებისგან. მაგალითად, თქვათ, ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან და ასე შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ არავინ არავისზე ძალადობდა, რომ გინდა თუ არ წახვალთ, აგაპატიმრებთ. ასე არ ყოფილა, როგორც თქვა, შეიძლება სტალინის პირობებში, მაგრამ ის რომ შენიც უფროსის განწყობა წინასწარ როგორია, საზოგადოება ვალდებულია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს უკვე და აი იქ რა თქმა უნდა ბევრი გულწრფელათაც მარგინალიზებული რო არ იყოს ადამიანი. კი, იქ მე არ ვამბობ, რომ ვინც მივიდა, მათ სიყვარული არ ქონდათ, რა თქმა უნდა, ბევრს უყვარდა გულწრფელად, ნათლულები მივიდნენ, ისიც ორგანიზდებით ხო, დაურეკეს ყველას, ვინც ნათლულები არიან, უნაცემები აქვს ხო და ეს ხალხი ტრანსპორტი უფასო გახდა, მედია მათ შორის, მეინსტრიმული მედიაც და მათ შორის ესე იგი სამთავრობო და ოპოზიციურიც ყველანი ამ ფერხულში იყვნენ, ხო, ამ აგიტაცია პროპაგანდაში და უცებ მორწმუნეები გახდნენ, ძალიან უცნაური იყო მიხეილ სააკაშვილის ქმედებაც, რომ სასწრაფო წესით ის აცხადებს, რომ მისი კანონიზირება უნდა მოხდეს, ამას მთელი რიგი პროცედურები აქვს მის მიმართ უზარმაზარი ბრალდებებია, რას ნიშნავს წმინდანად კანონიზირება კი არა. მედი ეგარ მოხდება და მე სასამართლოზე ვიყავი, როდესაც მიშა ამას ამბობდა და ну ძალიან მიშას გამოსვლებს ყოველთვის ვდებ ხოლმე ჩემს YouTube-ზე და ეს გამოსვლა არ დავდე. ეს ერთი და მე მეორე იქ როდესაც ამას ლაპარაკობდა ძალიან დავეჭყანე. და ბოლოს როდესაც ფილარეტზე თქვა 1-2 სიტყვა, ახსენა რომ ფილარეტმა მოინანია რომ კგბ-ს აგენტი იყო და მეთქი კი ილიასგან განსხვავებით მეთქი და ნუ რაღაცა შენი შესაძლებელიც მივეცი და ნუ მოკლედ მიშა ციხიდან რო გამოვა და რო გათავისუფლდება მე მაგაზე სხვანაირად დაველაპარაკებით მის იმ ამომრჩეველი. ამიტომ მე იმის თქვა მინდოდა რომ ზოგადად ძალიან ბევრმა ადამიანმა სცადა გარკვეული დივიდენდების მოხვეჭა ამ სიტუაციაში. ჩვენ ინფლუენსერებიც ვნახეთ, ხო, რომელთაც თქვათ იქ გამომწერებზე აქვს გათვალისწინებული პოლიტიკოსები ძალიან ანუ მსხვერპლი არიან იმ
სიტუაცია ხო ეს მორალურად როგორი უხერხულია სელფები კუბოსთან, ხო აი ინფლუენსერების მხრიდან, რომელიც თქვა ინსტაგრამზე ამბობენ, აი ამოვედით უწმინდესის გასაცილებლად და ფოტოებს იღებენ და თან ეს მონეტიზაცია აქვთ ჩართული და აბა მეტი ლაიქი, მეტი ნახვა და ეს უხერხულობაა, ხო ეს ძალიან უცნაური იყო ეს ინფლუენსერებზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ პოლიტიკოსები უმეტესობა მსხვერპლია, ოღონ ამ მსხვერპლობაში თვითონ ჩაიგდეს თავის თავი, ანუ საკუთარი რაღაცა პოლიტიკური მის მარგინალიზაციის ეშინიათ და ერთმანეთს ძალიან უყურებენ და ვაი მან თუ ასე თქვა, ამან თუ აი გირჩი, რომელიც აი ძალიან ათეისტურია და ლამის ანტიეკლესიურია, იმანაც კი ვერ გაბედა თავისი ნამდვილი აზრი დაეფიქსირებინა პატრიარქთან დაკავშირებით. ზურა ჯაფარიძეს გულისხმობ. ჩვენ როგორც ქრისტიანებმა, ვინც თავს ქრისტიანად თვლის ჩვენი მსმენელებიდან და პირადად მე ასე ვიტყოდი, რომ არც ერთი ადამიანის გარდაცვალება არც გასახარია, ეს დემონურია, როდესაც ადამიანს ვინმეს გარდაცვალება უხარია, მაგრამ არც გასაღმერთებელია არა. ესმით საკითხი ასე უნდა დავსვათ, რომ ერთია რომ არ გვიხარია ვინმეს გარდაცვალება, თუნდაც ის ძალიან ხმწოვანი იყოს, თუნდაც რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ, თუნდაც ვთქვით, რომ ის გარკვეული ტიპის მძიმე ცოდვებით გავიდა ამ ქვეყნიდან, ხომ? ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ერთმნიშვნელოვნად ცალსახად არ არის მოსაწონის აქციელი, მაგრამ დაუმსახურებელი ქება არის ადამიანის სულის სიბორგილე, შეურაცხყოფა და დამცირება. როდესაც არ ეკუთვნის ადამიანს და ასეთ ავანსებს გასცემ, ეს არის უკვე სპეკულაცია და ეს არის უკვე რაღაცა პირადი გამორჩენითი ინტერესი, როდესაც ავტორიტეტს ეთმასნები საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით. ესეც ამორალური ქმედებაა. ვინც არ უნდა იყოს ის პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, იყო უდიდესი შეცდომა, ვინც გამოიდო თავი და რაღაც თეოლოგიური წიაღწევები დაიწყო, რაშიც მას არც კომპეტენცია ყოფნის და არც კვალიფიკაცია და ამიტომ ეს არის ძალიან უხერხული, იმიტომ რომ სრულ გმირების ფეტიშიზაციით რეალური გმირების ნიველირება და დამცრობა ხდება. ამიტომ ეს არის დანაშაული თაობების წინაშე, როდესაც გადავა ემოცია და ჩვენ ამის ანალიზს ნახავთ. შეიძლება თავადაც მივიღოთ ამაში მონაწილეობა და გამოვლინდება მთელი რიგი პრობლემები და არღვევები და ბოროტმოქმედებები ამა თუ იმ ლიდერთან მიმართებით, ხო? ზოგადად ისტორია პირუთვნელი მსაჯულია და არ ღირს ასეთი ჩაბჟირებული ისტეროიდული გამოხტომები. მე რა გამიხარდა, ახლა ვიტყვი პირდაპირ, მე გამიხარდა ის, რომ მე ვთვლი, რომ ჩვენ დღემდე საბჭოთა კავშირიდან ბოლომდე ორივე ფეხით ვერ გამოვედით, ამას უდიდესი წყვილი ზუსტად ეკლესიას ჰქონდა. და ეკლესია იყო ყველაზე დიდი ჭიპლარი, რომელიც ჩვენ კრემლს დღემდე მიბმული ვიყავით. და ის რომ გარდაიცვალა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი, ხელოვნური, დაუმსახურებელი, ძალიან დიდი და ძალიან ამ ავტორიტეტის გამო ძალაუფლება და გავლენა საზოგადოებაზე, აი ეს რო დასრულდა, ეს მე ძალიან გამიხარდა. შემდეგი, რაც არ უნდა რუსის დანიშნული იყოს და იგივე შიო გახდეს პატრიარქი, მას ვერ ექნება ასეთი ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამდენი 95 თუ რაღაცა რეიტინგი და ასე შემდეგ, ვერც გავლენა საზოგადოებაზე და აი ამ კრემლზე მიჯაჭვულობას ნელ-ნელად ეს ყველაფერი ჩამოიშლება და საბოლოოდ ამოვალთ საბჭოთა კავშირიდან. აი ანუ საბჭოთა კავშირიდან ამოსვლის უკვე ესეთი საყოველთაო ნამდვილი ფართო და ღრმა პროცესი დაიწყება აწი, როდესაც დასრულდა ილიას ძალაუფლება. და აი ეს გამიხარდა მე. მესმის კონტექსტი, თუ რასაც გულისხმობთ, ნამდვილად თუ კი გავყვებით, თქვათ, ამ მოცემულობას და შევაფასებთ ღვთაების უნარჩვევებს და მათ ავტორიტეტს საზოგადოებაში და წონადობას, აჩრდილიც კი არ არის არც ერთი მათგანი, მათ შორის მოსაყდრეშიაც, რა თქმა უნდა. და შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია ინერციით მიდის პრაქტიკულად ახლა უკუსვლით. მიდის ძალიან მძიმედ დაღმართზე, რადგან ერთი რომ შიდა ინტრიგები არ აძლევს მას თვითგამორკვევის და ამოსუნთქვის საშუალებას, მეორე რომ რუსული წნეხი ძლიერია ის რეზიდენტებსა და გავლენის აგენტებზე, მესამე რომ საზოგადოება ბევრად მოწიფული და გაზრდილია სოციოლოგიური, სულიერი, პოლიტიკური, ინტელექტუალური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო უწინ 70-იან წლებში,
უფრო ინტეგრირებულია დანარჩენ მსოფლიოსთან და თანამედროვე სამყაროსთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლეგენდებით, მითებით, თქმულებებით, ლამაზი ღიმილი და კარაკულის შუბით ბილი თუ ხმით და თბილი და ხელებით, ხო? დიახ, და ფემინური ხმით ვერავის ვერ მონუსხავს, გესმით? ამიტომ ეს ძალიან თვალშისაცემი იქნება. ამას ყველა ნახავს, ხო? მე რა თქმა უნდა მინდა რომ ეკლესია იყოს ძლიერი, ოღონდ ძლიერი იყოს ეკლესია თავის მოწოდებაში, თავის სიწმინდეში, თავისი ჯერ დაიბრუნოს დამოუკიდებლობა, ეს გააკეთოს პირველ რიგში. დიახ, ამიტომ ეკლესია ვერასდროს ვერ იქნება ძლიერი, თუ ის გარეშე ძალების სამსახურში იდგება კლავაც. მით უმეტეს ისეთ გარეთის და ისეთი ბოროტის, როგორიც არის რუსეთი. ავისთან ერთმნიშვნელოვნად, ხომ? არც არავინ უნდა ბატონობდეს მასზე. ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია და ცოცხალი ორგანიზმია, ის უნდა პოზიციონირებდეს ისე, როგორადაც მარადიული მღვდელმთავარი მისი იესო ქრისტე მოიქცეოდა ნებისმიერი გამოწვევის დაძლევის გზაზე. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეკლესია უნდა იყოს აპოლიტიკური, უნდა გაუქმდეს კონკორდატი, ანუ ეგრეთ წოდებული კონკორდატი, ანუ საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც პრივილეგიას ანიჭებს მართლმადიდებელი ეკლესიას და რატომ უნდა გაუქმდეს გეტყვით. ეს ტრული პოზიცია კი არ არის ჩემ მხრიდან საპატრიარქოს მიმართ ან ეკლესიის როგორც ასეთის. არამედ იმის გამო, რომ ეკლესია ისგანაც იკვებება კონტრიბუციებით, სუბსიდიებით და ქმნის ძალიან დიდი ეს ქმნის კორუფციას, იქ არ არის ფინანსური პოლიცია, რევიზია, მონიტორინგი, ხაშთაღრიცხვა მიზნობრიობით ჩვენ არ ვიცით, არ არის გამჭვირვალე ღია და საჯარო და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, ამიტომ ეს არის შავი ხვრელი. შესაბამისად ფულის გათეთრების კარტელური ბიზნეს სქემა. ამიტომ აუცილებელია ამის განეიტრალება და ასევე, როდესაც ეკლესიას ყვებავს, თქვათ, კონკრეტული სახელმწიფო გუნდი კონტრიბუციებით, დოტაციებით, ხო, სხვადასხვა ფინანსური სარგოთი. ის შემდგომში დირექტივებსაც აძლევს მას, იმიტომ რომ მეუბნება აყვედრის, მე შენ გარჩენ, მე შენ გეხმარები, მე შენ გაფინანსებ, შენ კი ჩემი ინტერესები გაატარე. თუმცა კონკორდატი ვინც დანიშნა ეს გაჭრობა უნდა ეს უზნეო ურთიერთობა, ეს ფორმა უნდა გაუქმდეს. იმიტომ რომ ეკლესიის თავისუფლების ხარისხს ეს აკნინებს და პლუს სახელმწიფოსაც ზღუდავს, იმიტომ რომ შემდეგ ეკლესია მოდის მადაზე და ისეთ საკითხებში იჭრება, რომელიც არის მისი კომპეტენცია, მაგალითად იქნება ეს მედიცინა, განათლების სფერო და ასე შემდეგ. და იქ ცდილობს არბიტრაჟის წარმოებას. ამიტომ ექსცესების, ინციდენტების, გაურკვევლობის, რაღაცა სუბორდინაციის რღვევის და მდგრადი წონასწორობის, ასე ვთქვათ, ანულირების პრობლემა რომ არ შეგვექმნას, აუცილებელი ეკლესია იყოს თავისუფალი და სახელმწიფო იყოს ეკლესიისგან თავისუფალი. და ეკლესიას არავინ არ შეზღუდავს, კონდეს გამომცემლობა, იქადაგოს, ვთქვათ, კონსტიტუციის ფარგლებში იარსებოს და გააგრძელოს ცხოვრება ქრისტეს დიდებით. ამაში არავინ არავის არ შეზღუდავს, ხო? მაგრამ არა პრივილეგიებით, იმიტომ რომ ტრიუმფალიზმი, ამქვეყნიური გარანტიები, რაღაცა გარკვეული პრივილეგიები, ეს ყველაფერი არის ზედმეტობები. ასე არ პოზიციონირდნენ მოციქულები, ასე არ იქცეოდნენ წმინდა მამები და როცა კი ეკლესია ცდილობდა რომ ქონოდა ძალთა სიმფონია ხელისუფლებასთან, ეს ბიზანტიიდან მოდის, ხო, ეპანაგოგა ქვია, აი ამ ფორმატს ურთიერთობისა, როცა კი ვითომ და ორი ძალა სიმფონიაში, უნისონში თუ სინქრონში ცდილობს რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ზედამხედველობის საზოგადოებას სიკეთე მოუტანოს, ყოველთვის იყო საკმაოდ განწირული ტრაგედიისთვის. და შემდგომა პერიოდებაც ამ პაპო ცეზარიზმაც წარმოაჩინა და იგივე რუსულმა მოდელმაც დღეს რომ სახელმწიფო რაც უშვება FSB ეკლესიას ხედავთ, მღვდელი რომელიც იტყვის რომ ომი არის ბოროტება უკრაინელების მიმართ განკვეთილია დღევანდელ თანამედროვე რუსეთში, ანუ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა, ხო? როგორი ცენზურა არსებობს და როგორი კონიუნქტურა. და ამიტომ არის აუცილებელი რომ მე საკითხი გადაიხედოს და გაუქმდეს კონკორდატი. დიახ. ხო. და მთელი რიგი საკითხებია მოსაწესრიგებელი, მათ შორის საგანმანათლებლო საკითხები, რაღაცა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაწესდეს, რომ სამღვდელოების აი ასეთი ნაკადი, რომელიც დღეს გვაქვს, ხო, ერთი მხრივ რაოდენობაში უხვად, მაგრამ მეორე მხრივ ხარისხის თვალსაზრისით ინტელექტუალურად საკმაოდ პრობლემური, ზნეობრივად პრობლემური, მათ შორის ფსიქიკურად პრობლემური, ხო? აღარაფერს ვამბობ ეხლა მენტალურად, მხედველობრივად და რაღაც იდეოლოგიურად. ამიტომ ძალიან ძიმეა ეს მემკვიდრეობა. ანუ ნახეთ როგორი რაღაცაა.
ეს ხალხი თვითონ ხედავს, რომ მღვდლები არიან კორუმპირებული. მღვდლები არიან და ეპისკოპოსები, გრუშები, თქვათ, პედოფილები, სექსუალურად მოძალადეები, ხო? ხედავენ, რომ არიან უცხო ქვეყნის აგენტები, დოვლათს, ფუფუნებას, კომფორტს, განცხრომას ემსახურებიან. ნარკომოვაჭრეები, ნარკომოვაჭრები, ნარკომომხმარებლები და ასე სხეულით შემდეგ. მოვაჭრეს. ხედავენ, მაგრამ ამ ეკლესიის შემოქმედ პატრიარქს კერპად იხდიან მაინც. რა უცნაური პარადოქსია, არა? ვინ არის ამ ეკლესიაზე პასუხისმგებელი? თავად კათოლიკოს პატრიარქი, ხომ ეს მისი შემოქმედებითი ნაყოფია. მაგრამ მასზე არავინ ძვირს არ ეთქვით. სერიოზული კოგნიტიური დისონანსია ამ ხრივ საზოგადოებაში. კი, ეს არის პარადოქსი, ამიტომ ძალიან რთულია ამ საზოგადოებას აუხსნა თუ რაში მდგომარეობს გამოსავალი, იმიტომ რომ ისინი არ იღებენ კრიტიკას, მით უმეტეს ახლა, ხო? და კრიტიკა ამიტომ შიგნიდან უნდა ჩამოიშალოს ეს სისტემა და ეს პროცესი ახლა დაიწყება. და ერთმანეთთან შეჯიბრის პროცესში ისეთ სიბინძურეებს გამოყრიან და ისეთ კომპრომატებს ერთმანეთზე და ისეთი რაღაცები წამოვა ახლა, რომ ამის ყურება ძალიან რთული და ძალიან არასასიამოვნო იქნება, მაგრამ მოგვიწევს ამის გადატანა. დიახ, აი, თუნდაც ის, რომ მათ არ შეუძლიათ კოლეგიალობა, თავაზიანად ერთმანეთთან ურთიერთობა და გარკვეული ტაქტის, გარკვეული, თქვათ, რაღაცა კორექტულობის დაცვა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურად ქრისტოცენტრულ საზოგადოებასთან, რომლისთვისაც იესო ქრისტე არის საშუალება და არა მიზანი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ძალიან გავს ეს სინოდი იმ დროის სინედრიონს, რომელმაც გაასამართლა მაცხოვარი, ვერ იცნო იგი და ჯვარზე მიამსჭვალა, რადგან ის ამხელდა მათ და თუ დაუკვირდებით სახარების მთელ რიგ სიუჟეტურ პასაჟებს, სადაც მაცხოვარი საუბრობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ძირითადად მისი ადრესატები არიან ფარისევლები და სადუკევლები, ანუ სიგნობრები და ის სასულიერო ელიტა, რომელიც შემდეგში იგი ჯვარს აცვაა. იმის გამო, რომ ის ამხელდა მათ სტერეოტიპებს, მათ დაშტამბულ კლიშეებს, მათ აი ამ გახევებულ, გულცივ, ამორალურ, ჰედონისტურ ყოფას. და ამიტომაც მათ ვერ იგუეს ესეთი ღმერთი, რომელიც მათ სინდის აღვიძებდა და ჯვარზე მიამსჭვალეს. და მაცხოვარი, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა, სადაც თავი მიედრიკა. მაცხოვარი, რომელიც არა დიდებულთა საგვარეულოში, არა საიმპერატორო კარზე, არამედ ბოსელში დაიბადა. მაცხოვარი, რომელიც თავის ძალაუფლებას ჯვარზე ამსჭვალებს, ასეთი არაესთეტიკური ღმერთი, ამ მაყდა და ამბიციურ ადამიანებს არ უნდათ, რა თქმა უნდა. რომ მათ უნდათ ესეთი პირქუში ღმერთი, ძალაუფლების პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რაღაცა ბექგრაუნდის მომე. ხო, მათ უნდათ რაღაც პოპულისტი, რომელიც საკუთარი კულტის გარშემო ადამიანების არჩევანის ხელყოფით იქნებოდა, ასე ვთქვათ, მომართული. ამიტომ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს საქართველოში. როგორ გონიათ ახლა, როგორ განვითარდება ერთიანად ჩამოიშლება ეს ყველაფერი, თუ ჯერ ისეთი რაღაცა მოხდება, რაც უკრაინაში, რომ რაღაცა გაიყოფა და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნახება ვითომ რაღაცა ეპარქია ისევ მოსკოვს დაექვემდებაროს, რაღაცა გამოეყოს და იქით წავიდეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. შეიძლება ჩვენთან უკრაინის სცენარი განვითარდეს? უკრაინა საკმაოდ დიდია, უნდა გავითვალისწინოთ, თქვათ, როგორც ტერიტორიულად, ისე პოპულაციის სამოქალაქო სექტორის თვალსაზრისით, ხომ? ამიტომ საქართველოში რამდენად არის ამის რესურსი, რომ ეკლესია გაიყოს, მე არ ვიცი. ანუ რამდენად ეს მოსალოდნელია. ერთიანად უნდა ჩამოიშალოს. ხო, იმიტომ რომ მაშინ უნდა არსებობდეს თავად საზოგადოებრივ სივრცეში დისკუსია, უნდა არსებობდეს პოლემიკა, უნდა არსებობდეს აზრთა ჭიდილი. იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს საეკლესიო ცხოვრება და მომავალი. ხედავთ რა, რომ ამ თვალსაზრისით ერთსახოვნებაა, აბსოლუტური სტატიკური გამყინვარება, დახუთულობა და სტაგნაცია, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იმედიანი მოლოდინი გვაქვს ამ კუთხით, რადგან არ არსებობს იქ არანაირი განხილვა და მსჯელობა არც ერთ საკითხზე. ამიტომ მხოლოდ ერთი ჯგუფია, ძირითადად, რომელიც ინერციით მიყვება თქვათ, კულტს, რომელიც 48 წლის მანძილზე არსებობდა საქართველოში, ხო? ცოცხალი სახით. ამიტომ მე მიჭირს იმის ვარაუდის გამოთქმა, რომ მოხდეს განხეთქილება, მაგრამ სტატუს-კვო ვერ შენარჩუნდება. ეს ერთმნიშვნელოვნადასი. კი, ვერ გაგრძელდება ის ტრიუმფალიზმი და ძალაუფლებით ტკბობა, როგორც მანამდე არსებობდა.
თუ კი ამ კაცს ჰქონდა ის ალიბი და იმუნიტეტი ხელშეუვალობისა, დღეს ამ ადამიანებს არნაირი საზოგადოებრივი და საერთაშორისო მათ შორის რაიმე ტიპის აღიარება არ აქვს. ამიტომ მე მგონია, რომ რაც მოსალოდნელია და რაც საერთოდ შეიძლება არც მიხაროდეს ადამიანური კუთხით და ძალიან უხერხულიც იყოს, რომ ამას უყურებდე, შესაძლოა მოხდეს ძალიან დიდი მარგინალიზება ერთი მეორის მხრიდან ერთმანეთთან მიმართებით. მღვდელმთავართა ეპისკოპოს გულისხმობ, სადაც ყველას ექნება წამოსაძახებელი და წამოსაყოდრებელი სხვადასხვა მითარვები, სხვადასხვა ჩადენილი ცოდვები და ამან შეიძლება გამოიწვიოს უბრალოდ საზოგადოებაში თანდათანობით აპათია და ნიჰილიზმი. ამან შეიძლება ფრუსტრაცია გამოიწვიოს, რადგან მათ უფრო სხვანაირად წარმოედგინათ, ხო? პავლეს ბაბუა მართავდა ეკლესიას, დღეს ეს აღარ არის და ბავშვები შეიძლება ერთმანეთს დაერიონ, რომ არც კამფეტი აქვს მისაწოდებლად, არც ხიარული მუსიკა. ამიტომ შეიძლება მოხდეს ძალიან სერიოზული პროცესუალურად რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ერეკლემდე სტატუსს, საქართველოს ეკლესია დაუბრუნდეს ერეკლემდე სტატუსს. ხო, სრული შეკითხვაა, იმიტომ რომ ამას სჭირდება ადამიანური რესურსი პირველ რიგში, ამას სჭირდება ამავდროულად პოლიტიკური ნება, მინიმუმ ჩაურევლობა ხელისუფლების მხრიდან და მე გამოცხადება ვიღაცა პატრიარქად, ის პატრიარქი რაღაცას მიიღებს, მე ამას მსოფლიო პატრიარქი დაუდასტურებს თუ როგორ? არა. ეკლესიას არაფერი აქვს ეხლა დასაბრუნებელი ოფიციალური სტატუსის თვალსაზრისით, მას ავტოკეფალია აქვს, მას აქვს დამოუკიდებელი სივრცე და საზღვრები, ეხლა თავარი რაც აქვს დასაბრუნებელი ეს არის საკუთარი თავი და ღირსება. ანუ თავისუფლება რეალური, თორემ დე-იურედ მას ეს აქვს. დე-იურე აქვს ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ რეალურად დე-ფაქტოა მაინც, იმიტომ რომ რუსეთის გავლენილი წაცეცები ძალიან ძლავრია. თუ ხელისუფლების ნება და მხარდაჭერა იქნება იმისა, რომ რეალურად გამოვლინდნენ ლუსტრაციის კანონით აგენტები, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ექვემდებარებიან ეკლესიაში, თუ ეს მოხდება, ამგვარად საკადრო ფილტრაცია, თუ კი კვალიფიციური და კომპეტენტური სპეციალისტები, ერუდირებული და ინტელექტუალური ახალგაზრდები დაბრუნდებიან ეკლესიაში, თუ კი ისინი მოვლენ მართლ რგოლში და ამაღლდება განათლების დონე, ზნეობა, მორალი, წესიერება და პატიოსნება დაფასდება, თანდათანობით, რა თქმა უნდა, ეკლესიას აქვს რეგენერაციის უნარი, რომ მან აღიდგინოს თავისი ძალები და მოახდინოს თვითგანწმენდა. მაშინ უკაცრავად შეგაწყვეტინებ, მაშინ თუ შეიძლება რომ ჩვენთან მოხდეს სომხური სცენარი და სახელმწიფომ ვიღაცეები ანუ გაასამართლოს. მხრიდან ჩარევა არ არის სხვათა შორის. როდესაც ამბობ, რომ დესტრუქციულად იქცევა ფაშინიანი, ეს ასე არ არის, რადგან როდესაც ჩვენ ხედავ, რომ გარეშე რის სამსახურშია და ის არის ძირის გამომთხრელი საქმიანობით დაკავებული შენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის, ეს მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ყური შეიბერტყო და გარკვეული ზომები მიიღო. ამიტომ, როდესაც ის ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვერავის დაიცავს ანაფორა, ხო, და კვერთხი, ეს ძალიან სწორი, კონსტიტუციური, მორალურადაც გამართული და პატრიოტული განაცხადია. გესმით? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ კი ესეთი ხელისუფლება ოდესმე გვეყოლება, ის პირველ რიგში ლუსტრაციის კანონს მიიღებს, გამოავლენს ამ ადამიანებს. ეს ლუსტრაციის კანონი უნდა შეეხოს აუცილებლად ეკლესიას. ეს გააკეთა ბულგარეთმა სხვათა შორის. ბულგარეთმა გააკეთა ეს და ბულგარეთში რამდენიმე მღვდელმთავარი გადადგა შემდეგ და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გაჯანსაღება მოხდა რეალური? ნაწილობრივ, მთლიანობაში არა, იმიტომ რომ მაინც დარჩა რაღაც რუსული გავლენები თავად პოლიტიკურ ელიტაში და საზოგადოებრივ ცნობიერებაში და ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ თავადი პრეცედენტი არის იმგვარი, რომ ისინი ბევრად წინ არიან ჩვენზე. ამას ეს გვიჩვენებს და ამაზე მეტყველებს, ხო? მათი საზოგადოება. აი იგივე ახლა სომხეთშიც, მაგალითად, იქაც საკმაოდ რეიტინგული ინსტიტუცია იყო ეკლესია, მაგრამ ფაშინიანმა სწორი აქცენტებით დასვა საკითხი და ხალხმა მას მხარი დაუჭირა. ანუ რეალურად ანუ არ მოერიდა, რომ საგანზე დაერქვეს სწორი სახელი. ანუ სინამდვილეში ამის რესურსი არსებობს ნამდვილად და იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კრებსებიც, რომელიც ვნახეთ ჩვენ, ხო, და რომელიც ვალიდურია, იქ არის მთელი რიგი დარღვევები და დანაშაულები, რის გამოისობითაც შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
უამრავ მღვდელმთავარზე და სასულიერო პირზე. და პრეცედენტს, როდესაც შექმნის ჩვენ, რომ ყველასთვის კანონი არის უზენაესი და ყველა ვალდებულია მას დაექვემდებაროს და სასამართლო თუ იქნება თავისუფალი, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ეკლესიაშიც მოხდება სასიკეთო გარდაქმნები, ხო? მაგრამ ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯები, ეს ერთბაშად ვერ მოხდება. ხო, მაგრამ თავადის ფაქტორი, რაზეც წერან ვისაუბრეთ, ხო, რომ თაობა უკვე გამოცვლილია, თაობის მენტალიტეტი უკვე პროგრესულია. საზოგადოებაში არსებობს მზაობა ამისი ფსიქოლოგიური და მენტალური. აი ის ხალხიც კი, ვინც თქვა იქ დაკრძალვაზე იყო, უამრავი მისული, ხო? თქვენ წარმოვიდგინეთ, ის ხალხიც კი ძალიან ბევრი მიეცემა და რეფლექსიას მიეცემა და ის და თუ არ იქნება თანახმა ვერ ახსნის რატომ არის წინააღმდეგი. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? ვის არ უნდა თავისუფალი საზოგადოება, ვის არ უნდა ეკლესიაში მეტი პატრიოტი იყოს, ვის არ უნდა ეკლესიაში წესიერი, მორალური, წმინდა ადამიანები იყვნენ. ყველას. ვინ იტყვის რომ არ მინდა და არა გინდა თუ არა რუსეთის აგენტები დატოვეთო. ვერავინ და შენ თუ გამოავლენ ამას, ხო? ვერავინ დასვავს მათ და შეუნარჩუნებს ტახტს. ასე რომ ეს შესაძლებელია ჰიპოთეტურად და თეორიულად ძალიან თავისუფლად. დიახ. კარგი. მე კითხვები მეტი აღარ მაქვს და რაღაცით თუ გაქვთ ახლა სურვილი რომ დაასრულოთ, შეგვიძლია? ხო, მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ჩვენ თეოლოგებს, როდესაც ვიწოდებენ ეკლესიის მტრებს, ეს არის ძალიან უსამართლო სტიგმა და იარაღი, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით რეალურად უკუღმართ, უზნეო, უკანონო მოცემულობას. ჩვენ როდესაც პრობლემებზე ვაპელირებთ, კრიტიკა არის რა? კრიტიკა არის პოზიტიური და ნეგატიური შეფასებების კომბინირება. კრიტიკა ყოველთვის არ არის მოტივირებული, რომ ცუდი თქვა ადამიანმა. ანუ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, ესმით. მაგრამ ჩვენ სინდისე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ობიექტურობა არ ვცადოთ და რომ არ ავმაღლდეთ საკუთარ ეგოზე მაღლა. ჩვენ შეგვეძლო კომფორტულად გვეცხოვრა, ჩვენ შეგვეძლო კარიერა გქონოდა და მერკანტილური რაღაცა მისწრაფებები დაგვეკმაყოფილებინა, მაგრამ ჩვენ და შემიძლია თქვა ჩემი კოლეგების დიდ უმრავლესობას არჩევანი გავაკეთეთ ჩვენი პროფესიის სასარგებლოდ, ჩვენი სინდისის და ღირსებისათვის და ჩვენ არ ვითანამშრომლეთ მამონასთან. იმიტომ რომ ამის საშუალება არ მოგცვა სინდისმა და აღზრდამ. ამიტომ ის რომ ჩვენ იძულებით უმეტესობა ჩვენგანი გადახვეწილი ვართ სამშობლოს ფარგლებს გარეთ, ეს არის არა გაქცევა, არამედ დროებითი გარიმდება იმისათვის, რომ შემდეგ ეს პოტენციალი ვინმეს რაიმე აქვს, ყველამ ერთად მოვახმაროთ ანახლებული ეკლესიის ენერგეტიკას და მის აღშენებლობას. აღორძინებას. ასე რომ ჩვენ ვამხელთ საპატრიარქოს მენეჯმენტს, ადმინისტრაციას და ორგანიზაციულ ნაწილს და არა ეკლესიას როგორც რაობას. როგორც მაგალითად ჩვენ შეიძლება არამიანცის მეტპერსონალი არ მოგვეწონოს ან იაშვილის კლინიკის, მაგრამ მედიცინის მეწინააღმდეგე კი არ ვიყოთ. ზუსტად ეს დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ. ვიღაცას არ მოწონს, მაგალითად არ მომწონს მოსკოვის სპარტაკის საფეხბურთო სტილი, ხო? მაგრამ ფეხბურთის მოწინააღმდეგე ხო არ ვარ. ანუ გუნდი არ მომწონს, ვინც თქვა პოზიციონირებს, ხო? როგორც საფეხბურთო კლუბი ისე. გადატანითი მნიშვნელობით რო ვთქვა ახლა, ეკლესიაშიც ის ძალა, რომელიც ღალატობს ქრისტეს სწავლებას, რომელიც არ მისდევს თავის კეთილშობილურ მოწოდებას, რომელიც არ ცდილობს რომ საზოგადოებას განუმარტოს ცხონების არსი რაში მდგომარეობს, ცოდის მნიშვნელობა რაში მდგომარეობს, ადამიანის გადარჩენის პერსპექტივა რაში მდგომარეობს სულიერად და მხოლოდ ქონებრივი გადანაწილება, მათი ინტერესი და გავლენის სფეროები ჩვენ ასეთ ხალხს არ შევურიგდებით. იმიტომ რომ ბოროტებასთან შერიგება არ მოხდება და მათ ხო არ მათქვა მშვიდობისათვის კი არ მოვსულ არ არამედ מחვილით მოვედი და ეს מחვილი არის სიმართლე და ჭეშმარიტება, რომელიც ერთმანეთისგან განყოფს ბოროტებასა და სიკეთეს. არ შეიძლება სიკეთემ ითანამშრომლოს ბოროტებასთან. არ შეიძლება კვერი დავუკრათ ცოდვას. არ შეიძლება შევიწყნაროთ უსამართლობა. და აქედან გამომდინარე, თუ კი ვინმე არის სამიზნე, დიდება უფალს და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ მათ სხვა ამბობს უკეთ უმემდევნეს თქვენს აგდებდნენ. თქვენ არა ამ სოფლისაგანი ხართ. იყვნენ თქვენ ყოველთაგან მოძულებულ სახელისა ჩემისათვის, რომელმაც დაითმინა სრულად იგის სკონდეს. ნახეთ, ნეტარი იყო დევნული სიმართლისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში თუ გძულობ სოფელი, გახსოვდეთ რომ პირველად მე მომიძულო ამას გვეუბნება მათ სხვა.
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ამისათვის მადლიერები. ჩვენ არ გავბოროტებულ ვართ, არც გავბოროტდებით ღვთისმადლით. მე იმედი მაქვს, ბოდიში ჩემი რაღაც ერთმანეთი ემოციის გამოხატვისთვის, მაგრამ ყოველთვის მართლა გულით ვცდილობ იცით აი ადამიანურად რომ გაუფრთხილდეთ ან ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც რაღაცის გულუბრყვილოდ ჯერა, ხო, იქ გაბატონებულის ძალის წესიერების და თან თქვა სიმართლე. იმიტომ რომ არ მაძლევს სხვაგვარად სინდისი დუმილის საშუალებას. ხო, ასე რომ ზოგჯერ აუცილებელია ხმაური, ზოგჯერ აუცილებელია სიჩუმე და მოთმინებაც, მაგრამ მოვითმეთ პირად შეურაცხყოფებს, მაგრამ ეკლესიის გაყიდვას ვერ ავიდათ. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა თქვენ, რომ მოგზანდით, დამთანხმდით ამ საუბარზე და თუ აღმოჩნდა კიდე ისეთი რაღაცა, რაზეც საუბარი აუცილებელი იქნება, კიდე მოგიწევთ ხოლმე. უღმესი მე მადლობა. მგონი ეს რამოდენიმე უახლოესი წელი ძალიან ისეთი იქნება, ცოცხალი იქნება ეს თემა და ძალიან აქტუალური და ცხელი. დინამიკური აბსოლუტურად და ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა პერიოდულად ვისაუბროთ ნებისმიერ დროს, როცა კი ამის საშუალება მექნება, ბატონო ელისო, არ დაგზარდებით და გისურვებთ წარმატებებს და თქვენი პლატფორმა, თქვენი წამოწყება, თქვენი ლაივ სტრიმი ყოფილიყოს წარმატებული. ჩემი წარმატება იქნება აფხაზეთზე საქართველოს სახელმწიფოებრივი კონტროლის აღდგენა და სახლში დაბრუნება, ეს არის ჩემი საბოლოო მიზანი. საინებოს ჩვენი ოცნებაც ესე. მე მგონი ეს ერთადერთი საკითხი არის გარშემოც ერი კონსოლიდირებულია. თუმცა დაბრუნების გზები მაგაშიც სხვადასხვაგვარად ესმის ერს, ესეც პრობლემაა და ამაშიც ეკლესიის დესტრუქციული როლი მაღალია სამწუხაროდ. კი. კეთილი. ამაზეც შეგვიძლია მე ამაზე ვისაუბროთ, რომ ეკლესიამ ორი პოზიცია ეკლესიის როგორი უნდა იყოს დაბრუნებასთან დაკავშირებით, სახში დაბრუნებასთან დაკავშირებით. კარგი, დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამ. მომავალ შეხვედრამ. კეთილი.